მოგესალმებით. ეს ციგნების თაროა, მე ალექსანდრე ლორთქიფანიძე ვარ და დღეს ჩვენი შოუს 22 სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის თამაში შედგება, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სალტკროკელები და ლოგოსი. აბა როგორ ხართ მეგობრებო? კარგად. მე იმედი მაქვს, რომ კარგი სათამაშო განწყობა გექნებათ, წნეხი შეგიძლიათ მოიხსნათ და მთლიანად კარგად, აზარტულად, დინამიურად ვითამაშოთ ეს თამაში. მე გეტყვით თითოეულ თქვენგანს, რომ თამაშის ბოლოს მიიღებთ წიგნის ვაუჩერებს ჩვენი პარტნიორისგან, გამომცემლობა ინტელექტისგან. ასევე ვეტყვი მაყურებელს, რომ ჩვენი სეზონის პარტნიორია PSP და შემიძლია ისიც გითხრათ, თუ გსურთ, რომ გამარჯვებული გუნდი, ამ სეზონის ჩემპიონი გაემგზავრება საზაფხულო სკოლაში კემბრიჯში. მოდით დავიწყოთ ხო თამაში? დავიწყოთ თამაში წიგნებისგან. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. პერსონაჟი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, მე-19 საუკუნის ინგლისურენოვან ლიტერატურაში გამოჩნდა. საინტერესოა, რომ მისი გვარის მქონე პიროვნება ლონდონის საგამოძიებო უწყებაში მართლაც არსებობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გვარი ერთ-ერთი ფრანგული ტოპონიმის დასახელებასაც ემთხვევა. იმის მიუხედავად, რომ მისი დასკვნები ხშირად მცდარია, იგი იმ ეპოქის პოლიციის ნათელი სახეა. მორიარტი არის თქვენი ვერსია. ეს არ არის სწორი პასუხი. არა. ეს არ არის მორიარტი და შეკითხვას გავაგრძელებ ლოგოსისთვის, ყურადღება. ნათელი სახეა, რომელთა მიდგომებით ძირითადად ფაქტებზე იყო დაფუძნებული და ნაკლებად ანალიტიკურ მეთოდებზე. მნიშვნელოვანია, რომ პერსონაჟი რამდენჯერმე აღიარებს კიდეც სხვა დეტექტივის უპირატესობას და ზოგიერთ ისტორიაში მთავარი გმირი საქმეში სწორედ მისი მოწვევით ერთვება. გარდა ამისა, იგი ერთ-ერთი იმ პოლიციელთაგანია, რომელსაც ლონდონის გამორჩეული დეტექტივი პატივს სცემს. ვერსია არ არის, 30 წამი იფიქრეთ. სამი, ორი. აჭერს ლოგოსი, აბა თუ გაგახსენდათ ამ ადამიანის ნაობა? აგათა კრისტის, სერლიკ პუარო. პუარო? კრისტისკენ წავედით ესე იგი. არ არის ეს სწორი პასუხი, არა. ეს არ არის სერგიულ პუარო. სინამდვილეში უნდა დარჩენილიყავით ნამდვილად კონან დოილთან. ოღონდ უნდა მოგვეძებნა ის ინსპექტორი, რომელიც ჰოლმს ეხმარება ხან ხელს უშლის. ძირითადად ხელს უშლის პრინციპში. ეს არის ინსპექტორი ლესტრეიდი, მეგობრებო. ლესტრეიდი უნდა სკოტლენდ იარდის მუშაკი, რომელიც აღწერა ართურ კონან დოილმა. გავაგრძელოთ თამაში. მეორე რაუნდი, ციტატა. გამოდის, იმ კაცს თუ არ დაიცავ, შეგვიძლია აღარაფერი არ დაგიჯეროთ? ნუ მოკლევ ჯაფარას. რეპლიკის ავტორიც ხარ გახსოვს, მარია? ჯემი უნდა იყოს წესით. აი, ზეპირად ახსოვდა ჯაფარას და გამოიცნეს კიდევაც სალტკროკელებმა პირველივე ფრაზით ციტატის რაუნდი, რის გამოც 3-0 ხდება ანგარიში. გავაგრძელოთ თამაში. მესამე რაუნდი დოკუმენტური. ნაწარმოები, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ. 21 საუკუნეში გამოქვეყნდა და ავტობიოგრაფიული დოკუმენტური პროზის კატეგორიას მიეკუთვნება. ნაწარმოებში დეტალურადაა აღწერილი ავტორის პროფესიული გზა, დაწყებული მისი დებიუტიდან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში
დამთავრებული იმ გამოცდილებებით, რომლებიც მას უმაღლეს დონეზე თამაშისას დაუკრავდა. ტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დიდ კლუბში გატარებულ პერიოდს, სადაც ავტორმა არაერთი ტიტული მოიპოვა და ისტორიულ წარმატებებში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაშრომი მხოლოდ სპორტულ მიღწევებს არ ეხება. მასში ასახულია ავტორის პირადი გამოწვევები, ურთიერთობები გუნდში და ის ზეწოლა, რომელსაც პროფესიონალი სპორტსმენები კარიერის განმავლობაში განიცდიან. ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ. სამი, 2, 1 ამოიწურა 30 წამი დამატებითი მინიშნება. დამატებით გეტყვით, რომ წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი ფორვარდის პირად გამოცდილებაზე მოგვითხრობს. სათაური კი ინგლისის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის ერთ დეკადაზე მიუთითებს. 3, 2, აჭერს ლოგოსი, აბა გისმენთ. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მარკუს რაშფორდის სათაურს ვერ ვიხსენი. არ არის ეს სწორი პასუხი. გეტყვი. სალტკროკელებს აქვთ უფლება დააფიქსირონ ვერსია, მაგრამ არ აქვთ. ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი შეიძლება რაღაც გარკვეული პერიოდით იყო მარკუს რაშფორდი, მაგრამ ამჯერად უფრო ისტორიულად საუკეთესო ფორვარდზეა საუბარი. ეს არის ვეინ რუნის 10 წელი პრემიერ ლიგაში. უმაღლესი ლიგა პრემიერ ლიგა, დეკადა 10 წელია და ესე შეიძლებოდა შეკოწიწებაც პასუხის, ასე ვთქვათ. გავაგრძელოთ თამაში, მეგობრებო, მეოთხე რაუნდი, სხვადასხვა. თქვენ უნდა დაასახელოთ ადგილი, რომელიც უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია. უძველესი წყაროების მიხედვით არ არსებობდა ერთმნიშვნელოვანი ვერსია მისი ადგილმდებარეობის შესახებ. მათე და მარკოზი კი წერენ, რომ ეს მარტივად მისასვლელი ადგილი იყო უბრალო გამლელებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილას ტაძრის აშენება იმპერატორ კონსტანტინე პირველის დედას მიეწერება. ახლა ეს მაღლობი სამონასტრო კომპლექსია, რომელიც ქალაქის სამ უმნიშვნელოვანეს მონასტერს აერთიანებს. რაც შეეხება ლიტერატურას, შეგვიძლია მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობა გავიხსენოთ, რომლის სათაურშიც გამოსაცნობ ტოპონიმს შევხვდებით. მოთხრობაში მცირეწლოვანი ბიჭის პერსპექტივიდანაა აღწერილი 1927 წლის რეპრესიები. გოლგოთა. მოთხრობაც ხო არ გაგახსენეთ? პატარა ბიჭი გოლგოთაზე. პატარა ბიჭი გოლგოთაზე რევა ზინანიშვილის მოთხრობაა. ეს არის გოლგოთა, ეს ორი პასუხია ნამდვილად. გოლგოთა, სადაც შედგა ჯვარცმა და შესაბამისად შემოინახა ამ ადგილის სახელი ბიბლიამ. 6-0, 4 რაუნდი გავიარეთ ამგვარად. ეხლა შეგვიძლია ვნახოთ შემეცნებითი ვიდეო რგოლი განვლილ პასუხთაგან რომელიმეზე და მერე გავაგრძელოთ უკვე მეხუთე რაუნდით. ნუ მოკლავ ჯაფარას ჰარპერ-ლის რომანია, რომელიც 1960 წელს გამოიცა და მალევე იქცა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად. საინტერესოა, რომ ეს 10 წლეულების განმავლობაში ავტორის ერთადერთი სრულფასოვანი რომანი იყო, რამაც მის გარშემო კიდევ უფრო დიდი ინტერესიც გააჩინა. ნაწარმოება 1961 წელს პულიცერის პრემია მოიპოვა, ხოლო მოგვიანებით სასკოლო პროგრამაშიც კი შევიდა. აღსანიშნავია, რომ წიგნი ნაწილობრივ ავტორის ბავშვობის გამოცდილებას ეყრდნობა. ერთ-ერთი პერსონაჟი მკვლევრებს თავად ჰარპერ-ლის ალტერ ეგოთ მიაჩნიათ. სათაურში ნახსენები ჯაფარა უდანაშაულო ადამიანების სიმბოლოდ იქცა. ეს ნაწარმოები რასიზმისა და სამართლიანობის თემების კარგი გააზრებაა. დღეს ნუ მოკლავ ჯაფარას განიხილება როგორც წიგნი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ აზრზე და ლიტერატურის მეშვეობით გაამძაფრა დისკუსია სამართლიანობისა და თანასწორობის შესახებ. გრძელდება წიგნების თარო, მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა.
თქვენ უნდა გამოიცნოთ ავტორი, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს დაიბადა. საინტერესოა, რომ მწერალი შრომის მოყვარეობით გამოირჩეოდა. წყაროების თანახმად იგი ხშირად ღამით წერდა და დღეში რამდენიმე ლიტრ ყავას სვამდა. ბალზაკი. ვინ? ბალზაკი. აჭერს გიო, სალტკროკელები აჭერენ. ამბობენ ბალზაკს. ეს იცოდით ყავას რო სვამდა ძალიან ბევრს. ყავას რო სვამდა ვიცოდი. მეტიც მიაწერენ ყავის პოპულარიზაციას, სწორედ აქედან გამომდინარე, რომ თვითონ მოიხმარდა ძალიან ბევრს. ეს არის ონორე დე ბალზაკი. ეს ორი პასუხია ნამდვილად, აი, ნელ-ნელა გამოცოცხლდა სიტუაცია თამაშში და კიდევ 3 ქულა დაიმატა აქტივში გუნდმა სალტკროკელები. ესე იგი, ან ჩემ ბიოგრაფია. პირველივე ფრაზებზე ვიცნობთ კითხვებს, ფაქტობრივად, როგორც ახლა იყო, შეიძლება ბოლომდე ვერ მიხვდეთ რაზეა საუბარი. ნახოთ, მომდევნო რაუნდებიც იმედია ასეთივე დინამიური იქნება. მე-6 რაუნდი, ასოციაცია. მომავალი, დისტოპია, თავისუფალი ნება, სახელმწიფო კონტროლი, რეფორმა, აგრესია, გაძარცვა, ძალადობა, დაჯგუფება, მექანიკური ფოთოლი. მექანიკური პორტოხალი. კი. აგრესია, ძალადობა, ძარცვა. კი. დაჯგუფება. და ვინ არის ავტორი გიო? ბერჯესი. ენტონი ბერჯესი კი. მარიამმა გითხრა. მექანიკური პორტოხალი 3 ქულის მომტანია თქვენთვის. ეს არის ენტონი ბერჯესის ბრიტანელი მწერლის დისტოპიური ნაწარმოები, რომელშიც ბევრი რამაა მიმოხილული ტოტალიტარულ რეჟიმებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი აგრესია, მისი განკურნება თუ მართვა და აი ეს საკითხები, რომელიც საჭიროა ხშირად. 12-0 ხდება ანგარიში შედეგად. გავაგრძელოთ თამაში. მე-7 რაუნდი. ავტორი. დაასახელეთ ავტორი, რომელიც მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა. საინტერესოა, რომ ის დიდ დროს უთმობდა კვლევას და საკუთარი ნაწარმოებისთვის მასალას სხვადასხვა ისტორიული წყაროდან აგროვებდა. მათ შორის წიგნებიდან, ლეგენდებიდან და ხალხური გადმოცემებიდან. აღსანიშნავია, რომ მწერლის შემოქმედება მის სიცოცხლეში დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობდა. მე-20 საუკუნის ეკრანიზაციებმა და თეატრალურმა დადგმებმა მისი ცნობადობა საგრძნობლად გაზარდა. ავტორს ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი ჰყავს შექმნილი, რომელზეც გავლენა ისტორიულმა ფიგურამ აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებმა დიდგვაროვანმა პიროვნებამ მოახდინა. დააჭირა. მელიღაც გუნდელმა? ბრემ სტოკერი შეიძლება იყოს. რა? ბრემ სტოკერი. ბრემ სტოკერი. და რა პერსონაჟი ყავს ასეთი შექმნილი? დრაკულა. და შეიძლება გრაფი დრაკულას მიხედავ. ხალხური თქმულებები თუ გამოიყენა ასე ინტენსიურად, დიდი ალბათობით ისეთი პერსონაჟი იქნება, რომ თლად ადამიანი არ იყოს. აღმოსავლეთ ევროპაში. კი. იმიტომ რომ დრაკულა საიდან იყო თუ გახსოვთ? ტრანსილვანია. კი ბატონო, ეს არის ბრემ სტოკერი, ეს სწორი პასუხია. ნამდვილად ბრემ სტოკერმა შექმნა გრაფი დრაკულა, ესეთი ლიტერატურული სახე გრაფი დრაკულასი, რომელსაც აიგივებენ ხოლმე ხშირად ისტორიულ დრაკულასთან, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრი განსხვავებაა მათ შორის და ყოველ შემთხვევაში, რამდენიც ისტორიულადაც ვიცით, ის არ იყო ვამპირი. ასეა თუ ისეა, ჩვენ 2 რაუნდი გვრჩება სათამაშო, მეგობრებო, ყურადღება მოიკრიბეთ, ყველა შანსი გამოიყენეთ. მე-8 რაუნდი, ეკრანიზაცია.
აჭერს ლოგოსი ბრიჯიტ ჯონსის დღიური ბრიჯიტ ჯონსის დღიური შარფით მეცნო შარფით ზოგჯერ შარფსაც შეუძლია მოგიტანოთ 3 ქულა ეს ორი პასუხია ნამდვილად ეს არის ელენ ფილდინგის ბრიჯიტ ჯონსის დღიურის ეკრანიზაცია ვა საინტერესო აი რა დეტალი ახსოვდა ლუკას რომელმაც 3 ქულა მოუტანა საბოლოო ჯამში ლოგოსს გავაგრძელოთ მეგობრებო ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი მე-9 რაუნდი ნაწარმოები თქვენ უნდა გამოიცნოთ ნაწარმოები რომელიც მე-20 საუკუნის მიწურულს გამოიცა და თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ტექსტია წიგნი ავტორის ჩვეულ სტილშია დაწერილი წერალი აქაც უარს ამბობს ტრადიციულ პუნქტუაციაზე დიალოგები ხშირად ერთ უწყვეტ ხაზშია გაერთიანებული, რაც მკითხველის განსაკუთრებულ კონცენტრაციას მოითხოვს და ერთგვარ ქაოსურ ეფექტსაც ქმნის. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოებში პერსონაჟებს სახელები თითქმის არ აქვთ. ისინი იდენტიფიცირებულნი არიან მხოლოდ აღწერებით, რაც ტექსტის უნივერსალურობასა და ალეგორიულ ბუნებას უსვამს ხაზს. შეკითხვის დასასრულს გეტყვით, რომ ნაწარმოებში ყველაფერი ერთი უცაბედი შემთხვევით იწყება, როცა უცნობი ადამიანი მნიშვნელოვან უნარს კარგავს. სიბრმავე. სიბრმავე. სარამაგუს. სარამაგუს. და ეს უცნობი ადამიანი, ანუ თვალის ჩინს კარგავს. კი. ვერსიით გიო. სახელები არა აქვთო. მართლაც იქ ხდება ექიმის ცოლი, ადამიანი, რომელმაც ის და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს არის ჯოზე სარამაგუს სიბრმავე. პერსონაჟები უსახელოდ არიან განზოგადებულნი, ამიტომაც კიდევ უფრო მეტ ეფექტს იძლევა ეს ტექსტი. სიბრმავე 3 ქულის მომტანია სალტკროკელებისთვის და ჩვენ შეგვიძლია ახლა ვნახოთ კიდევ ერთი შემეცნებითი ვიდეორგოლი და უკვე ქართული ეტაპით გავაგრძელოთ მერე. მექანიკური ფორთოხალი ენტონი ბერჯესის ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული და საკულტო ნაწარმოებია, რომელიც 1962 წელს გამოიცა და საზოგადოებაში მწვავე დისკუსია გამოიწვია. საინტერესოა, რომ წიგნის შექმნის ერთ-ერთ შთაგონებად ბერჯესის პირადი ტრაგედია მიიჩნევა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს მისი მეუღლე ქუჩაში თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამ გამოცდილებამ უბიძგა ავტორს დაფიქრებულიყო ძალადობის ბუნებასა და ადამიანის თავისუფალი ნების მნიშვნელობაზე. ნაწარმოების სიუჟეტი ახალგაზრდა და ალექსის გარშემო ვითარდება, რომელიც ძალადობრივი ქცევის გამო სახელმწიფო ექსპერიმენტის ნაწილად იქცევა. ამ ექსპერიმენტის მიზანი მისი ერთგვარი გამოსწორებაა, თუმცა წიგნი მკითხველს რთულ კითხვას უსვამს. ღირს თუ არა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა, თუნდაც კარგი შედეგის მისაღწევად. აღსანიშნავია ისიც, რომ სტენლი კუბრიკმა წიგნის ეკრანიზაცია გადაიღო, რომელმაც ტექსტის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. გრძელდება წიგნების თარო, პირველი ქართული რაუნდი, ისტორია. დაასახელეთ პიროვნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ჩვენთვის ნაცნობი საქმიანობის გარდა აქტიური საზოგადო მოღვაწე და რეფორმატორიც იყო. მისი საქმიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაზე და საზოგადოების მოდერნიზაციაზე. აღსანიშნავია, რომ გამოსაცნობი პიროვნება დიდ როლს ასრულებდა ქართული პრესის განვითარებაში. მისი ხელმძღვანელობით გამოცემული გაზეთი ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად იქცა ილია. ილია. ჩვენ არ ვიყავ. რომელი? ჭავჭავად. ეს ის შემთხვევა, როცა უბრალოდ უნდა გაერისკა რომელიმე გუნდს იქნებოდა თუ არა ასე მარტივად საქმე შეგვიძლია ესაც ვთქვათ. და იყო ასე მარტივად საქმე, იმიტომ რომ ეს არის ილია ჭავჭავაძე, ეს სწორი პასუხია. გამომცემელი, მწერალი, პოეტი, რეფორმატორი, ბანკის დამფუძნებელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და ეს შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ, იმდენად დიდია ილია ჭავჭავაძის ნამოღვაწარი საქართველოს ისტორიაში. მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. გამოიცანით ადგილი, რომელიც აღმოსავლეთ კავკასიონზე ზღვის დონიდან 90492 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ფართობი
71341 ჰექტარია და 2003 წელს დაარსდა. აქ დაცულია ალპური მდელოები, მყინვარები, მდინარეთა სათავეები, ცალკეული მნიშვნელოვანი ცენოზები. იშვიათი და აბა? ლაგოდეხი? ნაკრძალი. ნაკრძალი. ლაგოდეხის ნაკრძალი. ლაგოდეხის ნაკრძალი. აღმოსავლეთ საქართველოში დაცული. კი. მაგრამ მოდი მე ვილაპარაკოთ მაგაზე, ეს არ არის სწორი პასუხი. გავაგზავნებ შეკითხვას ლოგოსისთვის. იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობები. დასასრულს გეტყვით, რომ გამოსაცნობი ეროვნული პარკი გამორჩეულია მაღალი ესთეტიკური ღირებულებების მქონე ვაშლონის დაცვენებზე. ვაშლონის ნაკრძალი. რატომ არ დამამთავრებინეთ? ხომ გეტყოდით, რომ ულამაზესი ალპური მდელოებითა და საუცხოოდ შემონახული ფიჭვნარი ტყეებითაც გამორჩეულია. თუმცა შეიძლება მაინც ვაშლოვანი გეტყვათ ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის ვაშლონის ნაკრძალი, ეს არის ეროვნული პარკი, კერძოდ კი ყურადღება უნდა მიგაქციათ იმისთვის, თუ რამხელა სიმაღლეზეა გადაჭიმული ეს ეროვნული პარკი 900-დან 4492 მეტრ სიმაღლეზე, ბევრი პარკი არ გვხვდება. ეს არის თუშეთის ეროვნული პარკი. თუშეთი. გავაგზავნოთ თამაში, მესამე ქართული რაუნდი კულტურა. თქვენ უნდა დაასახელოთ ნაწარმოები, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა. წლების განმავლობაში უამრავმა შესრულებამ მისი მელოდიისა და ტექსტის ვარიაციები წარმოშვა, რომელთა სიმრავლის გამო ფართო საზოგადოებისთვის მისი პირვანდელი ვარიანტი მივიწყებული იყო და სიმღერას როგორც ხალხურს ისე განიხილავდნენ. საინტერესოა, რომ ამის გამოსარკვევად სასამართლო პროცესიც კი გაიმართა, სადაც მოწმედ მოსულმა სოფლის მოსახლეობამ დაადასტურა, რომ სიმღერის ტექსტი პოეტ იოსებ ლონგიშვილს ეკუთვნის. სიმღერაში ლირიკული გმირი სატრფოს ხევსურეთის მთებიდან თუშეთში წაყვანის სიტყვას აძლევს. 3 2 1 თუშეთში აგიყვანოს, რომ სიმღერაშია. დრო გავიდა უკვე ყოველ შემთხვევაში. ეს არის შატილის ასულო, მეგობრებო, შატილის ასულო. იხსენე მაგცა. სიმღერა კიდევ უფრო პოპულარული გახდა ერისიონის შესრულების შემდეგ, ვიდეოკლიპის გამოსვლის შემდეგ და ასე შემდეგ და შატილის ასულოა მოკლედ ეს სიმღერა. კარგით, ზოგად რაუნდებზე, მეგობრებო, ხელოვნების რაუნდი ვითამაშოთ. გიო, თეკლა, პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. ახლა თქვენ მოგიწევთ გამოიცნოთ მსახიობი, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა და ჰოლივუდში ერთ-ერთ ცნობილ კომედიურ ფიგურად ჩამოყალიბდა. საინტერესოა, რომ იგი მსახიობების ოჯახში იზრდებოდა. კარიერის დასაწყისში სატელევიზიო შოუზე მუშაობით გაითქვა სახელი, სადაც სკეჩებს თავად წერდა. საშემსრულებლო საქმიანობის გარდა ის პროდიუსერიცაა, მაგალითად 2022 წელს გამოვიდა სერიალი Severance განცალკევება, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც სწორედ ისაა. ბოლოს გეტყვით, რომ გამოსაცნობი პიროვნების გამოცნობა უფრო გაგიმარტივდებათ, თუ გაითვალისწინებთ, რომ სწორედ ისაა პროტაგონისტი ფილმისა ღამე მუზეუმში. 3 2 1 კიდევ შეგვეძლო მისი ფილმოგრაფიიდან ფილმების გახსენება, მაგრამ ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ეს არის ბენ სტილერი, მეგობრებო, ბენ სტილერი. მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. თათია, ლუკა, მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP. მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. შეეცადეთ გამოიცნოთ ცნობილი ისტორიული ფიგურა, რომელიც მე-18 საუკუნეში მოღვაწეობდა და ერთდროულად იყო პოლიტიკოსიც, წერალიცა და დიპლომატიც. იგი აქტიურად მონაწილეობდა მნიშვნელოვანი დოკუმენტების შექმნაში, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური მოღვაწეობის გარდა იგი სამეცნიერო საქმიანობითაც გამოირჩეოდა. მაგალითად, მან შეისწავლა ელექტრობა და დაამტკიცა, რომ ელვა ელექტრული ბუნებისაა. ასევე გამოიგონა ელვისაგან დამცავი მოწყობილობა. და სწორედ ამ ამერიკელმა ჩაატარა ცნობილი ექსპერიმენტი ფრანით. ლუკა ნიკოლა ტესლა. ვინ? ნიკოლა ტესლა. ტესლა. ტესლა არ არის პასუხი არა. ეს არ არის ნიკოლა ტესლა და თათიას აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი ვერსია თუ ასეთი არსებობს. არა. კაცი რომელმაც გამოიგონა მეხამრიდი, კაცი რომელიც ერთადერთი არა პრეზიდენტია დოლარზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ბენჯამინ ფრანკლინი, მეგობრებო, ბენჯამინ ფრანკლინი. უნდა დაგესახელებინათ. სპორტის რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. მარიამ, ზალო, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. დაასახელეთ სპორტსმენი, რომელიც 1970-იან წლებში დაიბადა და ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ პიროვნებად მიიჩნევა. როგორც ცნობილია, ბავშვობაში მისი კუმირი ჯუზეპე ჯანი იყო. ვისი გზაც შემდგომში ფაქტობრივად გაიმეორა კიდეც. საინტერესოა, რომ მისით მილანის სკაუტები მალევე დაინტერესდნენ, თუმცა დედამ მათ უარი უთხრა, რადგან სურდა ბიჭს მშობლიურ კლუბში ეთამაშა. ეს ყოველივე საბოლოოდ ახდა კიდეც და 1993 წელს მთავარ გუნდში მისი დებიუტი შედგა. მომდევნო წლებში ეს სპორტსმენი რომას კაპიტანიც გახდა და ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო. სამი. მარიამ? ტოტი იყოს. რომას ეს ლეგენდა არის ფრანჩესკო ტოტი, ეს სწორი პასუხია. ნამდვილად ტოტი რომში ღმერთივით უყვართ ფაქტობრივად მისი ერთგულების. ასაკი მახსოვდა არასწორად. ხო. ეს არის ტოტი. კეთილი. მეგობრებო, ამოიწურა ზოგადი რაუნდები. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი პარტნიორია PSP და ახლა კი უნდა ვნახოთ ვიდეო რგოლი, რომლის შემდეგაც ბლიცს ვითამაშებთ. ბენჯამინ ფრანკლინი ამერიკის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი ფიგურაა, ადამიანი, რომელმაც თავი ერთდროულად დაიმკვიდრა როგორც პოლიტიკოსმა, მეცნიერმა და გამომგონებელმა. საინტერესო ფაქტია, რომ ფრანკლინმა საკუთარი კარიერა სტამბაში დაიწყო და მოგვიანებით თავად გახდა გამომცემელი. ბენჯამინ ფრანკლინი თვითგანათლების დიდი მომხრე იყო. მან შექმნა ერთ-ერთი პირველი საჯარო ბიბლიოთეკა ამერიკაში და დააარსა ფილადელფიის აკადემია, რომელიც მოგვიანებით პენსილვანიის უნივერსიტეტად გარდაიქმნა. აღსანიშნავია მისი სამეცნიერო მიღწევებიც. მან არამხოლოდ შეისწავლა ელექტრობა, არამედ შემოიტანა ისეთი ტერმინები, როგორიცაა პოზიტიური და ნეგატიური მუხტი. მან საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიაშიც დიდი აღიარება ჰპოვა. მის პორტრეტს კი დღეს $100 კუპიურაზე შეხვდებით. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. გრძელდება წიგნების თარო, ჩვენს თამაში ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან სალტკროკელები და ლოგოსი და ბლიცის ეტაპსაც მივადექით, რომელსაც მარიამი და ლუკა ითამაშებენ ერთმანეთის პირისპირ. მარიამ, პირველი შენთან უნდა ვითამაშოთ, თუ მზად ხარ? მზად ვარ. დავიწყოთ ბლიცი მარიამთან. დავიწყოთ. სადავრი პოეტია პაბლო ნერუდა. მექსიკელი. ჩილე, ვისი პერსონაჟია ზვიადაური? ვაჟა. სწორია, როგორია ღამე ფიჯერალთან? ნაზი. სწორია, სადავარ ვაჭარს ხვდებით შექსპირის? ვენეციელი. სწორია, 1001 ღამეში ვინ უყვარს ალადინს? ჟასმინი. სწორია, როგორია სელინჯერის ჰოლდენი? კოლფილდი. სწორია, ვისი გამომძიებელია კორმორან სტრაიკი? აგათ. გელბრეითის, რა სახელით ვიცნობ სტივ როჯერს? კაპიტანი ამერიკის. სწორია, ვინ დაწერა შუშანკის წამება? იაკობ ხუცეს. სწორია, ვისი ლექსია გოგჩა? ჭავჭავაც. სწორია, რომელ მეფეს ხვდებით სოფოკლეს პიესის სათაურში? ოიდიპოს. სწორია, როგორია ბალზაკის პერსონაჟი რაფაელი? ვალენტინი. სწორია, ვისი წიგნია გოლემი? არ ვიცი. მაირენკის რა ქვია გამსახურდია ეს პერსონაჟი ემხვარს? უჯუში. თარაში რამდენ სკამზე წერენ ილფი და პეტროვი? 12. სწორია, რა არსებაა მუმუ? ძაღლი. სწორია, პელემ უცაუსის ვუსტერთა გვარის? ღირსება. სწორია, ვისი რომანია გივი შადური?
ჯავახიშვილი. სწორია, სადორი მწერალია სელმა ლაგერლოფი. შვედი. სწორია, გოგოლთა რაგვარია ტარასი. ბულბა. სწორია, რომელი მწერლის პერსონაჟია ტრის პრაიორი. არ ვიცი. როთის დაასრულეთ სწავლის ძირი მწარე არის. კენწერში გადმიდების. სწორია, სადორი მწერალია სეეს ნოტებაუმი. აა ჰოლანდიელი. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და მარიამა დააგროვა 17 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები მას. და მე კი ვინაცვლებ ლუკასთან, რომელიც ასევე ითამაშებს ახლა ბლიცს. ლუკა, მზად ხარ? დავიწყოთ ბლიცი ლუკასთან. დავიწყოთ. სადაური პოეტია ფედერიკო გარსია ლორკა. მექსიკელი? ესპანელი, ვის პერსონაჟია საფარბეგი? ვაჟა. აკაკის რას ემშვიდობება ჰემინგვეი წიგნის სათაურში? იარახს. სწორია, მე რამდენი ღამე გვხვდება შექსპირის პიესის სათაურში? შემდეგ. მე-12 1001 ღამეში ვინ ბინადრობს ლამპარში? ჯინი? სწორია, რაგვარია კენკიზის რენდელ პატრიკი? არ ვიცი. მაკმერფი, ვისი გამომძიებელია ჰარი ჰოლე? კონან დოილის? იუნესკოს რას სახელით უცნობ ნატაშა რომანოვას? არ ვიცი. შავი ფრივი, ვინ დაწერა აბოსწამება? ეს შემდეგი. საბანისძე, ვის ლექსია მერანი? ბარათაშვილი? სწორია, რომელი ტიტანია მიჯაჭულია ესკილეს პიესის სათაურში? არ ვიცი. პრომეთე, რაგვარია სტენდალის პერსონაჟი ჟულიენი? შემდეგი. სორელი, ვის წიგნია რებეკა? შემდეგი. გილმორის, რა ქვია ამირეჯივის პერსონაჟს ზარანდიას? მუშნი? სწორია, როგორ ამერიკაზე წერენ ილფი და პეტროვი? საპრულ? ერთ სართულიან რა არსება ელჯერნონი? შემდეგი. თაგვი პელე მუთაუსის ეგრე გააგრძელე? შემდეგი. ჯივს ვისი მოთხრობაა დიდი იოსები? აკაკი. გამსახურდია სადორი მწერელი კნუ თამსუნი? ნორვეგიელი. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ლუკამ დააგროვა 5 სწორი პასუხი. გავამხნევოთ აპლოდისმენტები და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს, რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში. საბოლოოდ ანგარიშით 39-ით 8 იმარჯვებენ სალტკროკელები და მოწვეული აპლოდისმენტები დაუწყოთ მათ. ილოცავთ მეგობრებო, დასანანია რომ ეს გამარჯვება აღარ არის საკმარისი თქვა ჯგუფიდან გასასვლელად, მაგრამ კარის გაჯახუნება ნამდვილად გამოვიდა და მადლობა ასეთი კარგი თამაშისთვის. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ სალტკროკელებს. და გავამხნევოთ ლოგოსი მიუხედავად მარცხისა, კულტურული აპლოდისმენტები და უსურვოთ წარმატებები მომავალში, მეგობრებო. გული არ გაიტეხოთ. გემშვიდობებით. შევხვდებით ერთმანეთს წიგნების თაროში. თქვენ რა უნდა გქნათ, უნდა უყუროთ ჩვენს შოუს და უნდა უგულშემატკივრად გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. შენ ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას ან ბან განდონ ჩვენ არა გვაქვს ცილის დრო and ვინზენთან გელოდები ჩვენთან ან ბან განდონ ჩვენ არა გვაქვს